ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის გამო საზღვაო საკონტეინერო გადაზიდვებზე დამატებითი ტარიფები ამოქმედდა 40 ფუტიანი კონტეინერის გადაზიდვის ფასი სამხედრო კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ ნიშნულთანაა, თუმცა მას სამხედრო რისკის ფიქსირებული და საწვავის ფასის დაზღვევის გადასახადი დაემატა. COSCO Shipping Line-ში განმარტავენ, რომ საზღვაო ხაზებმა საომარი მოქმედებების რისკის გადასახადი ისრაელიდან და ისრაელში გადასაზიდ ტვირთებზე დააწესეს, სხვა ქვეყნების შემთხვევაში კი ეგრეთ წოდებული აუცილებელი საწვავის გადასახადი ფასის ზრდის გამო ამოქმედდა. ფიქსირებული ტარიფები სავაჭრო გზების მიხედვით განსხვავებულია და 100-დან 300 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას მხოლოდ ინფლაციის შემცირების შემთხვევაში განიხილავს, თუმცა გლობალური რისკების მატერიალიზების შემთხვევაში გამკაცრებასაც არ გამორიცხავს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ბიზნეს პარტნიორთან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე განაკვეთი 8%-ზე ნარჩუნდება, რაც ნეიტრალურ დონეს 7%-ს აღემატება და მიზნად ფასების სტაბილურობის შენარჩუნებას ისახავს. ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ გლობალური ეკონომიკური გარემო კვლავ არასტაბილურია, გაზრდილია მერყეობა სასაქონლო ბაზრებზე, რაც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციურ რისკებს ზრდის. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გადაწყვეტილებები გარე ფაქტორებზე დაკვირვების საფუძველზე მიიღება. Trump Tower თბილისის მშენებლობაში 2 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაიდება, პროექტი კი მოიცავს 70 სართულიანი Trump Tower-ის მშენებლობას და მიმდინარე ტერიტორიის განვითარებას. არქის დამფუძნებელმა ილია წულაიამ ბიზნეს პარტნიორთან განაცხადა, რომ პროექტი ქვეყნის ეკონომიკისა და სამშენებლო სექტორისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა და რეგიონში უპრეცედენტო მასშტაბით ხორციელდება. მისივე შეფასებით პროექტი თბილისის ახალ ბიზნეს და ტურისტულ ცენტრად გარდაქმნის. თბილისიდან ბათუმში ჩასვლა 4 საათში იქნება შესაძლებელი, ორ ქალაქს შორის მგზავრობის ხანგრძლივობა საათნახევრით აგვისტოდან შემცირდება. შედეგის მიღწევის შესაძლებლობას მთავარი სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია იძლევა, რომელიც უკვე მიმდინარეობს. ამავდროულად იგეგმება ახალი მიმართულების დამატებაც, უახლოეს პერიოდში მატარებლები იმოძრავებენ თბილისი ქუთაისისა და თბილისი ახალციხის ხაზებზე. თბილისი ახალციხის რეისზე მგზავრობის დრო ასევე განახევრდება და 3 საათამდე შემცირდება. ბოლო წელს მიგრაციის ბალანსი დადებითია, საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია კვლავ ჭარბობს იმიგრაციას. საქსტატმა 2025 წლის მიგრაციის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში შემოსული იმიგრანტების რაოდენობა 131,000-ს აჭარბებდა, ხოლო ემიგრანტების რაოდენობა 114,000-ზე მეტი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა ემიგრაციაში წასულთა რიცხვს აღემატებოდა. ამასთან საქსტატის თანახმად საქართველოს მოქალაქეთა ემიგრაცია იმიგრაციას უმეტესწილად აჭარბებს. მთლიანობაში 2015-25 წლებში საქართველო 240,428 მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე ქვეყანაში დაბრუნდა. ყველაზე დიდი ემიგრაცია კი 2023 წელს დაფიქსირდა. მთავრობამ იშვიათი დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსება გაზარდა და პროგრამაში ახალი მიმართულებები დაამატა. დადგენილების თანახმად სახელმწიფო დაფინანსება გავრცელდება დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის, ასევე სპინალური კუნთოვანი ატროფიის მქონე მოქალაქეებზე. პროგრამა ითვალისწინებს როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ მეთვალყურეობას, მრავალპროფილურ კონსულტაციებსა და საჭირო კვლევებს, რომლებიც სრულად დაფინანსება და თანაგადახდას არ მოიცავს. იშვიათი დაავადებების პროგრამის ბიუჯეტი 71 მილიონ ლარს აღემატება, დაფინანსების ძირითადი ნაწილი 79 მილიონ ლარზე მეტი სპეციფიკური მედიკამენტების უზრუნველყოფაზეა მიმართული. საქართველოში წარმოებული პარიკები ადგილობრივი ბაზრის გარდა მსოფლიოს 15-მდე ქვეყანაში იყიდება, მათ შორის იტალიაში, საფრანგეთსა და ისრაელში. ქართული თმით დამზადებული უმაღლესი ხარისხის პარიკები ექსპორტზე თმის სახელს გააქვს. კომპანია საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე აქტიურად მუშაობს და ამ დროისთვის თმის სახლი მოლაპარაკებებს აწარმოებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ბრაზილიასა და კანადასთან. რაც შეეხება პარიკების რეალიზაციას, კომპანიას გაყიდვები წლიდან წლამდე ეზრდება, რადგან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანების გარდა პარიკებს უკვე აქტიურად გამოიყენებენ თანამედროვე მოდის ინდუსტრიაში, როგორც იმიჯის ნაწილს.